ეკონომიკური პოლიტიკა, შესაძლებლობები და გამოწვევები, მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენების კომპეტენტური ანალიზი და განსხვავებული მოსაზრებები. ყველაფერი, რაც ეკონომიკას, ბიზნესს, ფინანსებს და ჩვენ გვეხება. რა, როგორ და ვისთვის, ეკონომიკის მთავარ კითხვებზე პასუხი გადაცემაში ეკონომიქსი, ირმა ებრალიძესთან ერთად. საქართველოში ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი გაორმაგდა, რამდენად უწევს კონკურენციას ამერიკულს და ევროპულს და შესაძლებელია თუ არა ავტოპარკის განახლება ჩინური ავტომობილებით. ფასი, ხარისხი და ნდობის ფაქტორი, რით არის განპირობებული საერთაშორისო ბაზრებზე ჩინურ ავტომობილებზე მოთხოვნის ზრდა, რა ხდება ამ კუთხით ქართულ ბაზარზე? პირდაპირ ეთერშია გადაცემა ეკონომიქსი, სტუდიაში ჟურნალისტი ირმა ებრალიძე მუშაობს. გამარჯობა, დღეს ამ თემებზე ჩვენი გადაცემის სტუმარია სენა ავტოჯგუფის ხელმძღვანელი გია ალიხანაშვილი. ერთად შევაფასოთ ეკონომიკური მოვლენები. სტუმარი ეკონომიქსში. გამარჯობა, თვეთნოგია, დიდი მადლობა, რომ ხართ გადაცემის სტუმარი. სტატისტიკას რაც შეეხება, სტატისტიკით დავიწყოთ. წლიურად ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი არის 68%-ით გაზრდილი, გულისხმობ 2024 წელს, თუმცა თუ ავიღებთ ერთეულს, ეს არის 2974 ერთეული, ხოლო 2023 წელს 1769. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაიზარდა ჩინურ ავტომობილებზე მოთხოვნა ქართულ ბაზარზე? სტატისტიკას თუ დაუჯერებთ, ეს მაინც დიდი ციფრი არ არის. აქ თანახავია რამდენი დარეგისტრირდა საქართველოში და რამდენი უკვე დადის და გზებზე დადის. ამას ხელს უწყობს როგორც წესი ელექტრომანქანებზე თუ ვლაპარაკობთ. დამტენების ინფრასტრუქტურა ნელ-ნელა ვითარდება. მაგალითად 23 წელს ძალიან ცოტა იყო. ეხლა კომპანიებმა დაიწყეს განსაკუთრებით დიდმა კომპანიებმა, როგორც არის თქვათ სოკარი, ვისოლი და თავის ბენზინგასამართ სადგურებზე დაიწყეს ამ დამტენების დაყენება, რაც დადებითი მომენტია და აი მოთხოვნის გაზრდაზე თუ ვლაპარაკობთ, ეს არის ერთადერთი მნიშვნელოვანი საკითხი, როცა ადამიანმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, იყიდოს თუ არა ელექტროავტომობილი. ჩვენ ვიძახით, რომ როგორც სენა ავტოჯგუფმა 2016 წელს პირველი ელექტროჯაკის ელექტროავტომობილი შემოვიყვანეთ. მაშინ მხოლოდ ჩვენი ავტომობილი და ერთი ავტომობილი ორი დადიოდა ბაზარზე და ფიქრობდით, რომ ეს იყო მომავალი, თუმცა პანდემიის მერე გამოჩნდა ეს მომავალი, როცა ვნახეთ, რომ ჩინურმა მხარემ თავისი ბაზარი გახსნა. ეხლა ეს რას ნიშნავს? ეს ცოტა ისტორიული რო და რატომ მოხდა ესეთი ექსპანსია? საქართველოზე მე ვიტყოდი ყველა ცოტა, მაგალითად მეზობელ ქვეყნებში ორჯერ და სამჯერ მეტია შესული უკვე, იმიტომ მე მოასწრეს ინფრასტრუქტურის განვითარება. ზოგადად სოფლიო ინდუსტრიაში რო შევეხოთ ჩინურ ავტომობილებთან აი როგორ გააკეთეს. თავიდან ჩინეთში იყო ბაზარი დაკეტილი, არ შეიძლებოდა ექსპორტი. და ეს იყო პირველი მოლაპარაკებები დიდ კომპანიებთან, დიდ წარმოებლებთან, როგორც იაპონურ, ასევე ამერიკულთან. რომ ერთობლივი წარმოება იქნებოდა ჩინეთში და ამას ამ ერთობლივი წარმოების ავტომობილებს გაყიდნენ მხოლოდ ჩინეთის ბაზარზე და ექსპორტი არ შეიძლებოდა. დაკეტილი იყო პანდემიის 21 წლამდე. აქ ერთობლივი წარმოება იგულისხმება ეს გიგანტები, ევროპული, ცნობილი ბრენდები. დიახ, შედიოდნენ იქა, ერთობლივ ჩინურ კომპანიებთან აკეთებდნენ ამ ავტომობილებს და ადგილზე ყიდიდნენ. რამდენიმე ხნის მერე, როგორც ხდება, ყველა მისწავლა ამ ადგილობრივებმაც და თქვათ იმ ქარხნებმაც, რომელიც აკეთებდნენ, თავიანთი სახელები დაარქვეს იგივე მანქანებს. რა უნდა ეკათ, ახლა ადგილობრივზე ხო გაჯერებული იყო და თეაც მთავრობა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მათ მისცეს უფლება ექსპორტზე გაეტანათ ეს და გაიხსნა ბაზარი. გაიხსნა ბაზარი რას ნიშნავს? იგივე ავტომობილი დაბალი ფასით. იგივე, ანუ გულისხმობ ევროპული ბრენდის მაგალითად ავტომობილი ჩინეთში აწყობილი და განსხვავება რა იყო ამ შემთხვევაში? ფასი მხოლოდ. დიახ, იმიტომ რომ თუმცა ბრენდი იგივე. მოდელი იგივეა, შესაძლებლობები იგივეა, სხვა სახელი ქვია. ფასია იაფი. ესე დაიწყო ყველა კომპანიაში, ეს რატომ წაახალისა კიდე ცალკე მთავრობამ, ჩინეთის მთავრობამ, რომ ელექტრომობილების წარმოებას ვინც იწყება აფინანსებდა იმ ქარხანას. შესაბამისად გამოვიდა რომ ევროპასაც და ამერიკასაც გაუსწრეს ელექტროავტომობილების წარმოებაში. გარდა იმისა, რომ საკუთარი მოპოვება აქვთ
ლითიუმის და ბატარეების საწყობად იქვე შეუულია და საქართველოში კი არა ვერსად ვერ გააკეთებ ამ ბატარეას ყველა მან ტყიდულობს შესაბამისად მანქანის საწყობაც იქვე აქვს და გამოვიდა რომ იგივე მოდელი უფრო იაფია ვიდრე ამერიკაში ან ევროპაში აწყობილი. იაფი მუშახელიც ერთვის ამას ამ ყველაფერს. ნუ და ეგრე აღარ არის ხოთა შორის თქვა ჩვენ 10 წელიწადს წინ დავიწყეთ ჩვენთან მუშაობა და აი თუ მაშინ $100 იყო ხელფასი ახლა $1000-ია. ისე რომ ეგენ ესეც წამოვიდა უკვე წინ და გაიზარდნენ ფაქტიურად არ ვიცი ყოფილი ხართ 50 წლის წინ არიან ევროპაზეც კი ისეთი წარმოებები აქვს. და რა მოიმოქმედეს ამ დროს ევროპულმა ბრენდებმა ფაქტია და ამერიკულებმა, იმიტომ რომ ფაქტია რომ მათი კონკურენცია ფასით მოხდა და არჩევანი გაკეთდება ჩინეთში აწყობილი. ხო, ფაქტიურად აწყობილი. რაიმე შემზღუდავი რეგულაციები. ამათი მოდელები გამოიყენეს, თავიანთიც გამოიგონეს. აი ქირავეს იტალიური და ამერიკელი და ევროპელი და დიზაინერები და წაიყვანეს, გადაუხადეს ფული და თავიანთ მოდელებსაც აკეთებენ უკვე დამოუკიდებლად. ეს BYD კომპანია ამ BYD არა მარტო BYD, 100 ბრენდია დღეს ჩინური, საიდანაც ბოლო 3 წელიწადში 30 დაიკეტა, 70-მდე კიდე მუშაობს და ეს ჩანაცვლებები ხდება. რაც გააკეთა ერთ-ერთმა დიდმა კომპანიამ ესეც ხოთაშორის ლოკალური კომპანია Chery ასეთი, რომელსაც ჩვენ ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობთ და ჩვენ რო გავაკეთეთ მაგალითად ადგილობრივი ქართული ბრენდის სენა, 2 ავტომობილი, 2 მოდელი ყავს უკვე. ამ ქარხანას ერთად მუშაობთ. რას ვაკეთებთ, რომ მათ აქვთ ეს შესაძლებლობები, თქვენ თუ გაქვთ ფული და დიზაინი, მიდიხართ უკვეთავთ ამ ქარხანას, თქვენ ბრენდს აკეთებთ. დღეს საქართველოში კი არა, სოფლიოში უკვე წარმოდგენილია ამ ქარხანაში Chery-ის ბაზაზე დამზადებული 8 მოდელი უკვე 8 სახელით. შესაბამისად, ეს ძირითადი ქარხანა მუშაობს, მაგრამ თავიანთ ბრენდებს აყალიბებენ სხვა ქვეყნისთვის. ასევე აკეთებს ბევრი სხვა ადგილობრივი ჩინური კომპანია. რაც შეეხება დობის ხარისხს, იმიტომ რომ ჩინურ პროდუქციაზე ძალიან ხშირად ანუ ამ მანქანას არ გულისხმობ ამ შემთხვევაში ზოგადად როდესაც გვესმის რომ ჩინურია, აქ ხარისხის პრობლემა დგება და იაფია და ასე შემდეგ. აი, მანქანების შემთხვევაში, ანუ როგორ უნდა მოხდეს, რომ ეს ნდობა კონდეს მომხმარებელს, რომ დავუშვათ ის არანაკლებია ან ევროპულ ან ამერიკულ მოდელზე. ძალიან აღნიშნე რომ წინააღმდეგ ჯგუფი იყო პირველი ვინც ჩინურ ავტომობილებზე დაიწყო მუშაობა 2010 წლიდან დავიწყეთ. რამდენიმე ჩინური კომპანია შემოვიყვანეთ და ძალიან დიდი შრომა დაგვჭირდა იმისათვის რომ დღეს აღარ გვეკითხებიან უკვე ჩინურია და ვარგა. აი ეს საინტერესო მოხსენით. როგორ მოხსენით? ძალიან დიდი მარკეტინგული მუშაობით და გაგვიმართლა იმ ბრენდმა ვისაც ვიმუშავეთ, Jack Motors-თან მუშაობთ. Skyline-თან მუშაობთ, ჩვენი ბრენდი გავაკეთეთ. ამ ბრენდების ბაზამ და აი ხო თქვი რომ 16 წლის მერე ის მანქანები კიდე დადიან, ესე იგი 5-6 წელი რო ავტომობილი ივლის ბაზარზე, ხო აქ ნდობის მომენტი უკვე ჩდება. შეიძლება ახალ გაჩენილ რაღაც მოდელს ამ ბრენდს არ არენდოდა ან ეჭვ შეგეპაროს, მაგრამ როცა უყურებ რომ 60 წლის კომპანია თქვა მაგალითად Jack Motors-ი და იგი უშვებს დიდი ხანია მანქანებს, აქ ნდობის მომენტზე რა თქმა უნდა მარკეტინგი ძალიან ბევრი დავხარჯეთ. რომ ეს აგვეწია და შეგვიწყო ხელი თვითონ ხარისხმაც. ახლა საბოლოო ჯამში ჩვენ რას ვაკეთებთ, ხო? მყიდველები. ფასი და ხარისხი. ხო. ფასი და ხარისხი თუ გაკმოყოფილებს და ის თემა მოხსენით, რომ ჩინური და ვარგა თუ შეკითხვა თუ ამას ხსნის გარანტია. გარანტია რას ნიშნავს? თუ გარანტიას ასდევ იგივე სასაც სხვა ბრენდი, მაგრამ მიაფი ხარ ადამიანი ფიქრობს 4-5 წელი მაინც უნდა ყავდეს გარანტია აქვს თუ გაფუჭდა უფასოდ უკეთებ. შესაბამისად ამ თემას ხსნის რა ოფიციალური წარმომადგენლობა. დღეს რაც ხდება ბაზარზე ჩინური ავტომობილებიდან რამდენიმე ვართ ოფიციალური. დანარჩენი ვისაც უნდა თქვენს რომ მოგინებთ ჩინეთში იყიდეთ ჩამოიყვანთ ივლით, მაგრამ მას ექნება თუ არა შემდგომი მომსახურება, რისიც რა თქმა უნდა ადამიანი უნდა ფიქრობდეს რომ რამე რომ მოვიდეს ამ მანქანას და მაგას სერვისი როგორ არის? ხო, ავტოსერვისი ვეძახით, ხო? გაყიდვების შემდგომი მომსახურება. ახალი ევროპული ან ამერიკული რო იყიდოთ და ახალი ჩინური შეიძლება იმათაც ხონდეს რაღაც ამას მის რკინა. შესაბამისად აუცილებელია რომ ხალხმა იცოდეს რომ უნდა შეიძინონ ავტორიზებულ დილერებთან იგივე ელექტრომობილები, იგივე ჩინური და იგივე სხვაც და ეკნებათ გარანტია და გარანტია ეს იმის მანქანისია რომ თუ რამე ქარხნული დაზიანება იქნება, მას უფასოდ მიიღებ, უფასოდ გაიკეთებენ. ჩვენ მანქანად შეგვიცვლია, მაგალითად მანქანა გამოგვირთმევია თუ რამე ესაა და მიგვიცვლია ახალი და მე მას ვაკეთებ და ქარხანასთან მუშაობ. ანუ ძირითადად დილერები აქ საქართველოში ახალ ჩინურ მანქანებზე მუშაობენ და მეორადი ბაზარი არ არის. ჯერ არ არის რატომ? იმიტომ რომ
თვითონ ჩინეთშიც ახალია ეს თემა და შესაბამისად ჩინეთის მეორადი ბაზარი ახლა იწყებს განვითარებას. ამიტომ იქ რო განვითარდება და აი როგორც ამერიკიდან მოაქვს მაგალითად ჩვენებს და მე დაიწყენ უკვე ჩინიდან წამოღებას რატომ? იმიტომ რომ იაფი იქნება უფრო ვიდრე ახალი. ხო? აი მე ჯერ არ არის ესეთი თემა, თუმცა მე ვფიქრობ რომ აი თქვენ რო ახსენეთ ისეთი ბრენდები რომელიც ბაზარზე ბევრი იქნება, იმათ გაუჩნდებათ ის მეორადი ბაზარი. ესე იგი, ვინც ბევრს გაყიდის, რომელი მოდელის ბევრი გაიყიდება ადგილობრივად, იმათი მეორე ბაზარი გაჩნდება, იმიტომ რომ მე იყენებენ დაშლილს და ნაწილებს და ამის პრობლემა აღარ არის. და მაინც როგორ ფიქრობთ, ახლა ჩვენ კი ვთქვით სტატისტიკა, რომ არც ისე დიდია და ჯამში ეს საქართველოში 2024 წელს ჯამში შემოვიდა 207.599 ავტომობილი და აქედან ჩინეთზე იმპორტის 1.5% მოდის. როგორ ფიქრობთ, მაინც აქვს პერსპექტივა ამ ჩინური ავტომობილების ბაზარს, ანუ სამომავლოდ ავტოპარკის განახლება საქართველოში ხა არავინ არ დაობს იმაზე, რომ ავტობაზარი არის მოძველებული და საკმაოდ არაერთი საკანონმდებლო ცვლილება იყო ამასთან დაკავშირებით. საკანონმდებლო თემაზე პირველად შეკითხვაზე გეპასუხებ. მალე ყველაფერი იქნება ჩინური. როგორც დღეს გვაქვს ელექტრონიკა თუ მობილურები თუ ტანსაცმელი თუ ყველაფერი ჩინეთი, ბანგლადეში, აზია იქნება ტაივანი, ტაილანდი, აი ყველაფერი იქნება მან. ეს კონკურენციის იმიტომ რომ ჩვენ უყურებთ ახლა რომ იყურება ქარხნები ევროპაში ავტომობილებზე გადადის ჩინეთში დიდი ბრენდები გადადიან Mercedes-ი, Volkswagen-ი ყველა გადადიან. ჩინური, აი ეს ხო არნიშნავს რომ ჩინური ეს არის ჩინეთში აწყობილი ბრენდი. იგივეა? იგივე. ჩინეთში დამზადებული მოდელი შევხედოთ, ხო? ჩინეთში მზადდება ერთ-ერთი ქარხანაში სიტყვაზე იგივე ჩინური სახელით მან ავტომობილი და იგივე ცნობილი სახელით. ქარხანა იგივეა, ხელები იგივეა, რობოტები იგივეა, ყველაფერი იგივეა. და როგორ მაგალითად Mercedes-ი, როგორ უნდა განასხვაო? Mercedes-ი რადგან ის ლოგო იქნება 10,000 ძვირი ვიდრე იგივე მანქანა თქვა მიახლოებით უკეთეს ფასში შეგიძლია იყიდო. რა თქმა უნდა, დიზაინის ცვლილება ძალიან მინიმალური ცვლილება ხდება და ნუ აი ესე. განსხვავებაც კი და შემდეგ ამ ბრენდებს თავად ამ ცნობილ ბრენდებს არ ექნებათ ამაზე პრობლემა, რომ თავისი სახელი დაუშვათ. მან როგორ არის, ესე იგი ისინი თავიანთ მოდელებს გამოუშვებენ და იგივე შასიზე, ესე იგი ძირითადი რაც არის, ხო? თავიდან ის ჩინური მხარე შეუძლია დიზაინს შესწროს, ხო? შასი იგივე იქნება, ძრავი იგივე იქნება და საბურავი იქნება, ყველაფერი იგივე იქნება. დიზაინი იცვლება და სახელი. ანუ სახალხო მანქანები ხდება, შეიძლება ითქვას, რომ ცნობილი ბრენდები, რომელიც ახლა გადავლენ, იმიტომ რომ ვეღარ უწევენ კონკურენციას. Tesla მაგალითად? Tesla შანხაიში გამოდის უკვე. მაგიტომ მოუწია Tesla-ს ფასების დაწევა. ვეღარ გაუძლო კონკურენციას, რომელიც არის ჩინეთში ადგილობრივად და შესაძლოა Tesla-ს ქარხანა რო გაიხსნა, მაშინ ღირდა მაგალითად მოდელ 3 ღირდა $55,000, ახლა შეიძლება 35,000. ჩინეთში აწყობილი? ანუ ყველა ეს ცნობილი ბრენდები ყველა თავლენი გადასამზადებლად და ფასს დაარეგულირებენ. და მაშინ ამ შემთხვევაში თავად ჩინეთი თუ გადაწყვეტს საკუთარი წარმოებას, გულისხმობ თავისი ბრენდი გამოუშვეს, როგორ უნდა გაუწიოს კონკურენცია. იგივე დავშვათ BYD-ის შემთხვევა რო ავიღოთ და სტატისტიკა არის რომ ყველაფერი რჩება მარკეტინგი. ბაზარი, მარკეტინგი და გაყიდვების შემდგომი მომსახურება, ვისაც უკეთესი იქნება ის გაემართოს. რაც შეეხება ფასს, ანუ მაინც ამბობთ რომ ფასი არის დაბალი. საქართველოში შემოსული ჩინური მანქანების ფასი როგორია? აი რო ავიღოთ შედარებით, აი Tesla-სთან შევადაროთ და პირობითად თქვენ რაც შემოყავთ, სხვაობა რამდენია ფასში? და ხარისხში, ანუ რა სხვაობა, რა განსხვავებაა. მე რომ მაგალითად მინდოდეს ავტომობილის შეძენა, რატომ უნდა შევაჩერო არჩევანი ჩინურ ელექტრომობილზე და არა მაგალითად Tesla-ზე? დაგან თქვით, რომ Tesla გამოდის ჩინეთშიც და ამერიკაშიც. ეხლა აკეთებენ ქარხანას თურქეთში და ბერლინში და გერმანიაში. თქვენი არჩევანი იქნება იგივე მოდელი სად დამზადებული იყიდოთ. თორე ფასშიც იქნება სხვაობა. ესაც შეეხება ამ მოდელს. შესაბამისად, ჩინური მოდელის შემთხვევაში ჩინური სახელით გამოშვებული ჩინური ბრენდები, რომლებიც დარჩენებიან ბაზარზე, იქ ძალიან დიდი რყევები მიდის, ხო ზოგი იხურება, ზოგი იხსნება. ვინც დარჩებიან ბაზარზე და უკვე არიან, რომლებიც ევროპაშიც კი იყიდება, არაფერი დიდი განსხვავება არ არის. თქვენ უბრალოდ მარკეტინგულად იცით, რომ პირველი იყო Tesla, თორე ბევრი მოდელი ჩინური ახლა პრემიუმში რომლებიც გადის, ბევრი თავით ჯობია უკვე ხარისხითაც და გამავლობითაც 1000
კილომეტრამდე გადიან უკვე ერთი დატენვით, ასე რომ მან ცოტა მეტი მოკვლევა დაგჭირდება სანამ ავტომობილს. ხო, მაგრამ ამ ეტაპზე მაინც ახლა არა მარტო ჩემ შემთხვევაში, ბევრი შემთხვევაში ბრენდი მაინც მუშაობს. ბატონო. მე გეტყვით, ეგან ეს თემა ვთქვით, მაგრამ მინდა გირჩიოთ, რომ გაიგითხოთ იმ მოდელის ყიდვა, რომ თუ გადაწყვეტ, რომელიც უნდა იყიდოთ, აქვს თუ არა შემდგომი მომსახურება საქართველოს. ხო, აი ეს შემდგომი მომსახურების თემა. შემდგომი მომსახურება თქვენ იღებთ ვალდებულებას, რომ თუ ის მანქანა გავხსნდება, უფასოდ ვერან ვერ გაიკეთებ. ეს სადაც მიდიხარ, ან თუ ვყიდულობ, სადაც ვყიდულობ, იქ უნდა ვიკითხო, რომ შემდგომი მომსახურება როგორ არის და აი ესე მაგალითად ყველა კუთხეში რომ ახლა ავტოსერვისებია გახსნილი ნებისმიერი მანქანის სხვადასხვა ასეთი არ არის ჩინურ მანქანებზე ამ ეტაპზე? ანუ რატომ არ მოხდა ამ ბაზრის ათვისება? არ არის მოთხოვნა. არ შემოდიან ჯერჯერობით ეგრე პრემიუმ ბრენდებს ვიძახი მაგალითად, არც Tesla აქ, არც BYD-ა ოფიციალურად ვიძახი. არც Chery-ა, არც NIO-ა, ის ბრენდები, რომლებიც ევროპაზე აკეთებენ ფოკუსირებას, ჯერ პატარა ბაზრებზე არ გამოდიან, ქონდა ჩვენ სულ ყველასთან ქონდა ლაპარაკი. რატომ ძვირია თუ? არა, როგორ არის, მაშინ რეგიონზე უნდა გამოვიდეს. საქართველოს ძალიან პატარა ბაზარია, მაგალითად 1000 ავტომობილს მარტო ერთ შეკვეთას აკეთებს დიდი ქვეყანა რა. ხო, ესე რომ ჩვენ სულ 2000 გავყიდეთ. შესაბამისად, მან რეგიონს უნდა შეხედონ, რეგიონში უნდა დაენიშნოს ალბათ ერთი დილერი და სამი ქვეყანა შეიძლება გამოვიდეს მაგათთვის რაღაცა მნიშვნელოვანი და ამის გარდა ჭირდება თითოეულ, ხა ჩვენ ხო რეგიონს კი ვიყურებთ, როგორც კავკასიას, მაგრამ ყველას თავისებურებაა. მაინც თავისებურება აქვს. ენის საკითხებია მანქანაში რა ენები უნდა იყოს. ზოგი ჩინური ენა მხოლოდ და უნდა გადააკეთონ ან რუსული ან ინგლისური. აი ეს მთელი ამბავია. მაგალითად სომხეთში შეიძლება დილერო მოსყოს სომხური ენა ჩამეწერა და ამას ჭირდება ბევრი ნიუანსია და ნიუანსია გამბაჟებების მხრიდანაც. ხო, სხვადასხვანაირი გამბაჟებები ამ ქვეყანაში. ყველას შესწავლა უნდა. ბაზრებს იკვლევენ და მე თუ გადაწყვეტავენ ბაზარის შემოსვლას ამ კომპანიაში, რომელიც ამას გადაწყვეტს, იქნება სპეციალური გუნდი, რომელსაც უნდა გადაუხადონ ხელფასი და უნდა დააფინანსოს ამ შემოსავლებმა, რომ აი ზუსტად გაყიდვის შემდგომი მომსახურებასაც ქვია ნაწილები და სერვისი ამ გუნდმა გაუკეთოს ამ დისტრიბუტორს. აი გამბაჟების თემა ახსენეთ და საინტერესოა, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში არის შესაბამისი კანონმდებლობა, თუ ახალ მანქანა შემოყავს, გამბაჟება არის ძალიან იაფი, თითქმის კაპიკები, ასე ვთქვათ. ელექტროსი. ეს ეხება ვრცელდება ჩინურ ავტომობილებზე, ანუ ნებისმიერზე, რომელიც მაშინ ეს გამბაჟების თემა რატო უნდა იყოს? თუ სხვა რეგიონში, მაგალითად სომხეთში, აზერბაიჯანში სხვანაირად არის. ნუ რაღაც გადასახდელები მაინც არის განსხვავება, მაგალითად სომხეთში რამდენიმე პროცენტი ემატება, ჩვენთან ნულოვანია, იქ ემატება მაინც ეკოლოგიას გადასახადს ეძახიან. აზერბაიჯანში 5%-ამდეა, ჩვენთან ნულოვანია. ნუ აი ეს განსხვავება მაინც არის და ფასზე მოქმედებს. მე ფასი ხო უნდა დადგეს ისე, რომ ინფილტრაცია არ მოხდეს. ინფილტრაცია რა არის? თუ სომხეთში მანქანა შემოვიდა და აქ უნდა გაყიდვა, აქაც არის იგივე დილერი, ერთმანეთს არ უნდა დაეჯახნენ და მთელი კონფიგურაციაა დასალაგებელი. ეს მარტივი არ არის. თქვენ კანონმდებლობა, საკანონმდებლო რეგულაციები ახსენეთ, ანუ ხო არ ფიქრობთ, რომ იმისათვის რომ დავუშვათ ეს ჩინური ავტომობილების ბაზარი უფრო საინტერესო ქართული ბაზრისთვის საინტერესო იყოს, რამე საჭირო რამე რეგულაცია დამატებით. ხო არ გაქვთ მსგავს, ხო არ დიდი ხანი ამაზე ჩვენ საინტერესო რა, აი მაგალითად რომ თავრობა, მოდი ეს შევხედოთ. სამთავრობო შესყიდვები არის სადღაც 40% თლიანი ბაზრის. აი რამდენიმე წელია ესე უყურებთ. ყველა ცდილობს რომ რაღაცა ტენდერი მოიგო და რაღაც გაყიდოს. ხო, მაგრამ ზირთად ავტოპარკი არის ევროპული და დიახ, და შესაბამისად ჩინურს აყიდულობს თავრობა, მივხვდათ იმისა, რომ სტრატეგიული პარტნიორები გავხდით და ბევრი რაღაც პლუსები გვაქვს, ზებსაც გვიშენებენ მათ შორის. ავტომობილი არ უნდათ. ნუ წელს მოვახერხეთ რამდენიმე სატვირთოს განხრით, არა სამსუბუქი ავტომობილების განხრით, რამდენიმე მოსინჯეს, ხოთაშორის და დააკმაყოფილები არიან, გავყიდეთ აი მიკროავტობუსის ტიპის და 5 ტონიანი თქვა, აი სატვირთოები მოსინჯეს და იციან რომ ანუ ჩინურია და კარგია, ეს ჯერ ვერ მუშაობს ასე თქვა. თავრობასთან ხო, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ უმუშაობთ და აი ეს კანონმდებლობა, რომელიც 2014 წელს არის მიღებული, მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, იმიტომ რომ იქ წერია, რომ მხოლოდ
ევროპული და იაპონური და ამერიკული crash test-ი უნდა კონდეს მანქანას მთავრობა მიიღოს. ზოგ ჩინურს აქვს ესა, ზოგს მაგალითად აქვს მხოლოდ ავსტრალიური. ავსტრალიური რატო? იმიტომ რომ ავსტრალია დიდი ბაზარია და იქითაც გადის მანქანები და აი აქ არის უბრალოდ რაღაცა გასაკეთებელი იმისთვის რომ შევძლოთ ჩინური ავტომობილების გაყიდვა და ეს იქნება მინიმუმ 30%-ის ბიუჯეტის დაზოგვა. და მივიღებთ იგივე შედეგს. და ამას სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები და შესაბამისი წინადადებებით მიმართეთ უკვე და არის მოლაპარაკება ამ საკითხებზე. არის მოლაპარაკება ზეპირი და პარლამენტის ცვლილება ველოდებით რომ ეს ცვლილება რომ შევიდეს იმ ბრძანებაში პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. გასაგებია. ისევ რომ დაუბრუნდეთ თქვენს კომპანიას, თქვენ იყავით ერთ-ერთი პირველი, ვინც თუ ელექტრომობილების შემოყვანას. ელექტრომობილები დავიწყეთ 2016 წელს, გვაქვს ისეთი მომსახურება, რომელსაც ვეძახით გაყიდვების შემდეგ მომსახურება, რამდენიმე ბრენდი გვაქვს ელექტრომობილებს ვყიდით და უკვე გადავდივართ სატვირთო ელექტრომობილების გაყიდვაზე, უკვე გვაქვს 1 ტონიდან დაწყებული 5 ტონამდე საშუალება რომ ეს დიდი ავტომობილების სადისტრიბუციო განსაკუთრებით გადავიყვანოთ ელექტროობაზე, რადგან პატარა ქვეყნებში და ქალაქებში შიდა მომსახურება თავისუფლად შეიძლება თლიანად გადავიდეს ელექტროზე. მე არ ვიძახი საქალაქთა შორის. შიგნით ქალაქში რაც მოძრაობს. იმდენს გადის თქვა ნებისმიერ სადისტრიბუციო კომპანია, რომ ის წარმოების 300 კილომეტრი რაც აქვს დღეს სატვირთოს თავისუფლად ყოფნის თბილისის მოძრაობაში ერთ დღეში. მე რაღამე მივა დატენის იმაში რა ქვია დილამდე და კიდე გამოვა. შესაბამისად ძალიან ბევრი დიზელი და ფული დაიზოგება და ჰაერი გასწავლდება. ეკოლოგია. ხო, ნუ ეს დამტენების პრობლემა ასე თუ ისე მაინც იდგა თბილისში, იმიტომ რომ არ არის ის რაოდენობა, რაც სჭირდება და ეხლა თორცდები. ხო, ეხლა თორცდები ტენდერი გამოაცხადა თბილისის მერიამ და უკვე შერჩეული იყოს კომპანია, რომელიც ახალ დამტენებს დაამონტაჟებს ქალაქის მასშტაბით. და მაინც როგორ ფიქრობთ, ეს კონკურენტული არის? ეხლა თქვენ ყავთ ბევრი კონკურენტები, ანუ გარდა იმის ინტერესით ბიზნესის თუ აქვს ინტერესი თავად რომ ეს დამტენების არა, დამტენები არა, ჩინურ ავტომობილებზე გულისხმობ. ჩვენი კონკურენცია არის ჩვენ ვეძახით ესე grey dealer-ი. Grey dealer რას ნიშნავს, რომ აი თქვით რომ ყველგან იყიდება ჩვენი მანქანა. ეს ჩვენ ძალიან დიდ სტაფს ვინახავთ. გვაქვს შოურუმები, გვაქვს სერვისის ხალხს ვინახავთ. ყველა და ეს ზედნადები ხარჯები რა თქმა უნდა ჩვენთან იგივე ავტომობილის და ძვირია. ვიდრე თქვა ქუჩაში რო უყენია და ისყიდეს. აი აქ გვაქვს კონკურენცია თორე. ჩვენ ვინც ოფიციალ დილერები ვართ ერთმანეთში მოდელების მიხედვით და ფასების მიხედვით რეგულირდება ისე რომ ადამიანს აქვს საშუალება იყიდოს იაფიანით, მაგალითად ჩვენი ავტომობილი 15000-დან იწყება, უფრო პატარა 13000-დან იწყება, არჩევანის საშუალებას ვაძლევთ და იმან იცის რომ გარანტიაც მოყვება, მაგრამ იგივე ავტომობილი შეიძლება ქუჩაში რო დგას და პატარა სალონი აქვს და ერთი კაცი მუშაობს, შეიძლება მე როცემთ რომ 13 იყის, იქ 12 და 11 იყიდეს. და ესეთი ბევრია, ესეთი ქუჩაში რო უყენიათ, იმიტომ რომ ბევრია კი. ანუ ესე იგი გამოდის რომ თავის ავტობაზრობაც ავსეო. არის მოთხოვნა ჩინურ ავტომობილებზე. და ცოტა დრო გრჩება გადაცემის დასრულებამდე, რომ შევაჯამოთ ჩვენი გადაცემა, მაინც თქვენ თქვით რა საკანონმდებლო ცვლილება, რა მთავრობასთან ერთობლივი მუშაობა, მაინც აი როგორ ფიქრობთ უახლოეს აი წლევანდელი წელი დაუშვათ 2024 სტატისტიკა ვიცით 2025-ის არა იქნება მატება როგორ თქვენივე კომპანიიდან გამომდინარე არის მოთხოვნა შეკვეთა და ასე შემდეგ ჯერჯერობით ეს ამორთვეში ეს არ ჩანს იგივე შედეგი უკვე არ ჩანს რო თქვა რომ რაღაც ზრდა არის ნახოთ საერთო სეზონი იწყება ხოლმე მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით ნოემბერში ადრე მაგალითად ახალი წელი კონდო ხოლმე კაი გაყიდვები ახალი წელი დეკემბერი იანვარი თებერვალი საერთოდ ამოვარდნილია რატომ მოხდა ესე და გაუგებარია გისწავლოთ ამას მაგრამ გახსოვთ ალბათ რომ საახალწლოდ იყო ხოლმე გაყიდვები ეხლა მანამდე დეკემბრამდე უკვე მთავრდება და ახალი სეზონს ველოდებით უკვე გადაფხულს მალე მომწოდებლებისგან თუ ადგილობრივი ეს დაალაგდა როგორც ადგილობრივი შეკვეთების ამბავი გაიზარდა შეკვეთებს ასოძახი ადრე იყო რომ მოდიოდა ეგრევე ყიდოდა ეხლა ხალხი ელოდება ხან შეკვეთას აძლევს რაღაცა და გადანაწილდა ეს ვადები რა და პლუს კიდე ომის მერე წარმოებლებს გაუჩნდათ პრობლემები რომ ჩინელებს განსაკუთრებით შევიდნენ მოგახსენებათ დიდი ბაზარია რუსეთი და მაგალითად ადრე თუ
იქიდან კონდათ 100 მანქანის შეკვეთა, ეხლა აქ 1000 მანქანის შეკვეთა და საქართველოსთან 800 სიტყვაზე 50 მანქანის შეკვეთა ძალიან დიდი რიგში გვიწევს დგომა. ანუ მოთხოვნა არის გაზრდილი შინურ ავტომობილებზე მსოფლიოს მასშტაბით რუსეთის რუსეთიდან გავიდნენ დიდი ბრენდები და შევიდნენ ჩინელი. და იქ მოთხოვნა არის გაზრდილი და ფასი არ გაზარდა მერე მის მოთხოვნა როცა იზრდება და მიწოდება ნაკლები. რაც მეტ საწარმოებს უფრო იაფჭდება. ანუ ეს ბიზნეს კანონი ამ შემთხვევაში არ მოქმედებს. არ გაზარდა, უბრალოდ გაგვეზარდა დრო. თუ 3 თვეში ჩამოყვა და 4-5 თვე უნდა ხანდა. და მაგალითად ახალი მანქანის შეძენის შემთხვევაში თქვენ თქვით დაახლოებით 13-15,000 ხო საშუალო ფასი. აი ისე რომ დავუშვოთ იწყება მანდიდან. ის რამდენი ხანი შეიძლება ამ მანქანამ დავუშვოთ ისე იმუშაოს რომ რაიმე სერვისი არ დაჭირდეს, რა თქმა უნდა რაიმე შემთხვევა არ მოხდა. ბადა როგორ აქვს? 1 წელი 5 წლიან გარანტიას. ბატარეის შემთხვევაში და ძრავის შემთხვევაში შესაბამისად ჩვენთან უკვე არიან მანქანები, რომლებიც უკვე დიდი ხანია დადიან და თვითონ ქარხნის მონაცემით შეიძლება ვთქვათ, მე არ ქონია ჩვენ ესეთ შემთხვევა. რომ 5 წლის მერე საშუალოდ 15% აკლდება, თქვათ, თუ უნდა გაევლო 500 კილომეტრი, შეიძლება გაიაროს 15% ნაკლები. თუმცა აქ პრობლემა არ არის, რადგან უკვე 5 წლის მერე შეიძლება გაყიდო ეს მანქანა და ახალი შეძან ჩაანაცვლო, რომელიც ტრეიდინგს ვაკეთებთ მაგათაც ჩვენ. მოგვიყვანდა ჩვენ იმას გავყიდით და ახალს მოგცემთ. თქვენთან შეუძლიათ რომ გაყიდო? იგივე ბრენდის მოდელს ვიბარებ და ახალს ვაძლევთ. და მე თქვენ ამას რეალიზაციას სად უკეთებთ? ადგილობრივ ბაზარზე თუ როგორც მეორადს ისე ვყიდით კი ბატონო. და უფრო რა თქმა უნდა ნაკლები ფასად. და მეორადზე უფრო არის მოთხოვნა თუ ახალ მანქანებზე? მეორადზე არის მოთხოვნა უფრო ჰიბრიდულზე და ბენზინზე, ჯერ ელექტროებზე არ არის ესეთი მოთხოვნა მეორადზე. ჰიბრიდული უფრო იაფია. არ ვიტყოდე. ბენზინზე ძვირია. და დიზაინი როგორია დაუშვათ ამ ევროპული მანქანებისგან განსხვავებით ჩინური ავტომობილების მიახლოებულია თუ განსხვავებულია? ძალიან წინ წავიდნენ დიზაინით. იმიტომ რომ უკვე აქვს იმის საშუალება რომ კაი დიზაინერები დაიქირაონ და ანას თქვი და ისეთ დიზაინერებს აკეთებენ აი ჩინური ავტომობილების გამოფენაზე რომ მოხვდეთ აი განცვიფრებული დარჩებით ისეთი დიდი განსხვავება ესეთ ცნობილ ბრენდებთან მიმართებაში. ამ დიდი მომავალი აქვს როგორც ჩანს ჩინურ ავტო ინდუსტრიას და კონკურენტები. დღეს უკვე შეიძლება თქვათ რომ პირველები არიან. სოფლიოში. თუნდაც ევროპაში და ამერიკაში. გასაგებია 30 მილიონი გაყიდეს შარშან. 30 მილიონი დოლარი. მანქანა ჩინეთიდან მთელი მსოფლიო და ხო და აქედან რუსეთის წილი რამდენია? არ მეგეთქვით, მაგე არავინ არ იცის. გასაგებია. თოთული ამბო. დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებ. ცენა ავტოჯგუფის ხელმძღვანელი გია ალიხანაშვილი იყო დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე დღეს არ გემშვიდობებით, მომავალ ხუთშაბათს ამ სტუდიაში სხვა თემით და სხვა სტუმრით შევხვდებით. მადლობა.